მშვიდობისა მოგესალმებით. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ჩვენთან 10 სივდა ამ დილით იყო 6 გრადუსი. ეხლა არა, შუა დღისკენ არის 13-14 გრადუსი. გამოცხადებული და იმედია ცოტა აიწევს ტემპერატურა, საკმაოდ ცივა. გოგოების ზურამ წაიყვანა. მე წყნარად მშვიდად მოვემზადე და მივდივარ ახლა სამსახურში. ნარგოსთან არის ბესო. და მე მეზარება ახლა ამ სიცივეში მუშაობა, მაგრამ რა ვქნათ, გარდაუვალია. რა ეს? აპრილია, ბოლოს და ბოლოს. ცოტა რო დააწყეს არა? თქვენ რა სიტყვით? სადღაც მთაში არ ჩამოთოვილი. არც კონკრეტულად რომელ მხარეს, მაგრამ გუშინ ზურა ვიდეოს მაჩვენებდა, რომ თოვლიაო და მაგიტო ცივა ჩვენთან ესე. ამ დილით მივირთვი ნალექიანი ყავა, ძალიან დიდი ხანი არ მქონა დანალევი და ისე მე სიამოვნა და ბესოს ისე მოეწონა აქაური ლუმიზის ყავა, გაგიჟდა, ძალიან მოეწონა და დილას ერთად ვავლიერთ ყავა. ხო და წავედით ახლა გაჩერებაზე, მე და თქვენ წავიდეთ გაჩერებაზე და გავყვეთ ავტობუს ან ტროლეიბუსს, რომელიღაც მოვა. ცივა დანიკო ჩავფუთნა და ისე წაიყვანა ზურა. მიწის ქვეშა გადასასვლელი გაულაგებიათ, მოუხვედიათ, გაუსუფთავებიათ. დიდი ხანი გაჩერდებანა და ესე მიყვირს უბრალოდ ეს მიწის ქვეშა გადასასვლელი, კონკრეტულად რომელიც ჩვენს მხარეს არის, სულ არის დასალაგებელი და 1-2 გაჩერებით ზემოთ სულ არის გაპრიალებული. არ ვიცი რა პრინციპით ალაგებენ, ვერ გეტყვით. წავედით გაჩერებას. მოდივარ სამსახურში და სადაც მე მუშაობ, ეს არის ტურისტული ზონა, ძალიან ბევრი ტურისტები არიან და მე ვარ ჩაფუთნული, მცივა და ეს ტურისტები არიან თხელი კაფებით, ტიტვალი ფეხებით, თხელი მაისურებით. აი მე ვგიჟდები. რო ეტყობათ, რომ აი ისეთი ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები, სადაც ძალიან ცივა. ეგეთი ინგლისი, ირლანდია. ხო და მეგონა მომივარდა. რა იმას შეხედავზე მე შემძიდა. რეაქცია რა აქვს? აქაურ 14-15 გრადუსზე. ესეა თბილ ქვეყანას რომ მიაჩვევი. მე რო აცივდება ამ თბილ ქვეყანაში. ძალიან გცივა. ვერთო შემორავ ხელა აღმართია და რამდენი კიბე მაგასავლელი კიდე. ახლა სახლი უნდა გამოვიყვანო და გავასეირდო. და ჩაფუთნული მე. ცივა. ახლა ვარ საპიოზე. მიყვარს აქაურობა. ხო და მივდივარ მარიბებოსთან. სხვათა შორის კომენტარებში ხშირად მეკითხებით, სად არის მარიბებო, რო არ ჩანს. მარიბებოს იმ სამსახურში აღარ მუშაობს უკვე წლებია, სადაც მუშაობდა, რომ დავდიოდით ხოლმე მანქანით. და ეხლა მუშაობს სხვა სამსახურში, სხვა უბანში. ჩვენც ახლა დაგვემატა სკოლა, ბაღი, სამსახურები, გადარბენაზე ვარ და შესაბამისად იმდენი დრო არც მას აქვს. არც ჩვენ ესე ხშირად ვესტუმროთ ერთმანეთს. ხო და ახლა მივდივარ, როცა გავივლი, მერწავალ სახლში, ევეკო უკვე მიიყვანა ზურამ სახლში და ასე მითხრა მასწავლებელმა, შენო კარგი გოგო ხარო, კარგადო გაიგეო დავალება. თან ხანდახან დედას, უმეტეს შემთხვევაში დედა, ასე მეძახის და ხანდახან მაი, ზურა როგორც მეძახის.
ისე მეძახის ხოლმე და ისე რაღაცნაირად ხდება ყურს. ჩემი დიდი გოგოა უკვე. ჭიკ-ჭიკი. გორისმის ჭიკ-ჭიკი. და წავედი ხა ერთ თავიდან მეორე თავში ვარ. წასასვლელი და მე მეორე თავიდან მესამე თავში. ეს ზიგზაგებად უნდა ვიარო. ყურსასველი. დამამართა. შია ისე. სწავლა თელ დღე ყავა მაქვს მარტო დანალევი. სახში ხო დავლიე? ხო და სამსახურში გავიკეთე კიდე ერთი ჭიქა. და წავედი ხა გაჩერება. ამასობაში პანეპისტიმიონსაც ამოვედი. ვიარე და აქარი გაჩერება. ზემოთაც იყო გაჩერება, მაგრამ ტრანსპორტი არ მოდიოდა და ვარჩი ასე ფეხით ჩამოსეირნება. ხო და ვნახოთ ახლა რამდენ ხანში მოვა ტრანსპორტი. მიყვარს ეს ადგილი. შენთვისაა მარტო შენთვის. მოვედი სახში და მარიბებოს ტკბილეულობა, ეს მისი დამცხვარი ორცხობილები უგემრიელესია, რომ დავიწყე ჭამა, ვერ გავჩერდი, უბრალოდ თავი აიძულე, რომ გავჩერებულიყავი. და გოგოებს გამოუგზავნა ესეთი ტკბილეულობა, ამ გესახა ერთიანად არ ვაჩვენებ. იმიტომ რომ ყველაფრის გახსნა მოუნდებათ ახლა და ყველაფრის ჭამა და მე ნელა გამოუჩენ. ახლა ამ გეს მივცე. რას თქბესენ? კვერცხს მივცე მე ხა. ჩვენი უსაყვარლესი მეზობელი ლიუდაჩკა შეხვდა ახლა შემხვდა უბრალოდ და გოგოებისთვის გამომატანა ესეთი სააღდგომო შოკოლადის კვერცხები სიურპრიზით შიგნით და გაეხარდებაო ყოველ წელს სასეშვება ბესო შანსი არ არის რომ რამე ტკბილეული დღესასწაულებზე არ მოგვიტანოს ხო და სხვადასხვა უკრაინიდანაც რო ჩამოდის სულ რაღაცა ჩამოაქვს ტკბილეული და გოგოებს გავახარებ გოგო აგერ არის რახანია ვზივართ მეცადინეობთ მათემატიკავი მეცადინე და ეხა თემა ქონდა დასაწერო მე ვარ მოსწავლე ხო? არა მე ვარ მოსწავლე. ხო შენ ხარ მოსწავლე სათაურადაა ესე თორემ მე ხوارა ვარ მოსწავლე და ხო შენ დედა ხარ. მე დედა ვარ. და პატარა რო ვიყავი 6 წლის მაშინ ვსწავლობდი. ხო მიდი დაწერე. Dragudame. Toxero. Okay. Აგუტოიპეს πολλές φορές. ოხ, ბოდიში, კაცო, ბევრჯერ რო გითხარი, უყურ ერთი ამას. უყურ ერთი ამას. ახლა დავწერთ, მე ვაბანავებ გოგოებს და დავაძინებ. Epsilon. Dragudame, ne. დღეს ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ ქონოდა ხინკლის დღე და ყველა ერთად შევეჭიდეთ მოკლედ ამ საქმიანობას და გამოვიდა ესეთი უგემრიელესი ხინკალი. ასევე გადავწყვიტე, რომ ჩემი ძმის წასვლამდე გამეკეთებინა ნახევარი პორცია პასკა, რომ დაეგემოვნებინა და მოკლედ დღეს მოვინდომე ყველაფერი. აქედან ახლა დაგემშვიდობებით. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით.